გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რატომ არ ყავთ ჩვენს ოპოებს ნორმალური, მოაზროვნე, წესიერი ადამიანები? იმიტომ არ ყავთ, რომ ჯერეთი ნორმალური, მოაზროვნე, წესიერი ადამიანი მათ გვერდით არ დადგება და მეორეც ისინი თვითონ არ დაიყენებენ ნორმალურ წესიერ და რაც თავარია მოაზროვნე ადამიანს. მაგალითად, ხაზარაძე ნამდვილად არ დაიყენებს თავისზე უფრო ჭკვიან ადამიანს გვერდზე და ხაზარაძეზე უფრო ჭკვიანი რომ იყო, როგორც გაირკვა, ამას დიდი ჭკუა თურმე არ სჭირდება. ამიტომაც ისინი ეძებენ და პოვებენ თავისზე გაცილებით უფრო უაზროებს, რათა მათ ფონზე გურუებად გამოჩნდნენ. ამის გამო არ მიყვება მათ მოსახლეობის დიდი ნაწილი. არ მიყვება და სერიოზულად არც აღიქვავს, რადგან ხედავს ვინაა. ხედავს რომ ეს ოპოზიცია არა კონსტრუქტიული ოპოზიცია. ეს ოპოზიცია არის ოპოზიციის იმიტაცია და იმიტაცია არაა საინტერესო. მაგალითად მე რიგითი ამომრჩეველი როგორ უნდა გადამიბიროს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. მოგახსენებთ, ჯერთი იმ პარტიის წევრების სუფთა ბიოგრაფიის ადამიანები უნდა იყვნენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მაგალითად ნიკა გვარამიამ ან სალომე სამადაშვილმა ან ჩერგოლეიშვილმა რამე ახალი პარტია რომ შექმნან და დაირქვან, მაგალითად კარლოს ანგელოზები, ან ზეციური საქართველო, ან პარტია სემირამიდას ბაღები. არსი ხომ არ შეიძლება. რაც გინდა დაერქვი, ნაცების ჩლიქები მაინც ვერ დაიმალება, როდესაც იქ გვარამიას, ხოშტარიას, სამადაშვილს დაინახა. ახალი ფორმა ძველ შიგთავს ვერ შეცვლის. შემდეგ კიდე მე რიგით ადამიანს რა სურვილები გამაჩნია? ელემენტარული. ისეთი, რაც ალბათ ყველას გვაქვს. ქვეყანაში იყოს მშვიდი სიტუაცია, ფასები კლებულობდეს, ხელფასი და პენსია კი იზრდებოდეს, რომ ასაკში შესულ ადამიანს არ ეშინოდა ასაკში შესვლა, რომ საბანკო პროცენტი იყოს მინიმალური, რომ ახალგაზრდებს ყველა გზა ჰქონდეთ ხსნილი და მოხუცებს კი ყველგან პატივს სცემდნენ. მოკლედ, ისე გვეცხოვროს, რომ შიმშილის გრძნობა არ განგვეცადოს. და ეს ყველა ხომ სრულიად ელემენტარული სრულია, რაც ნებისმიერ რიგით მოქალაქეს გააჩნია. მე ზუსტად რომ არ მიმართულებით მაინტერესებს ოპოზიციის სამოქმედო პროგრამა, მაგრამ როდესაც ოპოზიციის მთავარი გზავნილი არის ბრძოლა რუსულ რეჟიმთან, ანუ რაღაც არარსებულთან, გამოგონილთან, გასაგებია რომ ის ოპოზიცია უნიათოა და მატყუებს. ხო და რატომ უნდა გავყვე მას? რატომ ფიქრობენ ისინი რომ ეგრეთ წოდებულ ეფემერულ რუსულ რეჟიმთან ბრძოლის იდეა რიგით მოქალაქეს მე და ჩვენ გვაღელვებს? თქვენ ჩვენისებო რუსული რეჟიმის შესახებ ტვინს მიბურღავ და მისი რუსულობის დამადასტურებელ ერთ ფაქტსაც კი ვერ მიდევთ. ამიტომაც ამჯერად თქვენი და არ გამოყვებით არსად და არასდროს. მე ოცნებაზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი და გარწმუნებთ, თუ კი ვინმე უფრო ღირსეული გამოჩნდება, მას დაუდგები გვერდით. თუ გინახავთ ან წაგიკითხავთ რომელიმე მათგანის რეალური, გააზრებულ, დასაფუდებული წინასაარჩევნო პროგრამა, მე არ მინახავს. ან საერთოდ არ აქვს პროგრამა, ან და რაღაც ბოდვა, ხაზარაძისებრი მარშალის გეგმა, ან და თბილისის არავის დაუთმობა და ასე შემდეგ. დამიჯერეთ რომ ჩემი ფანტაზიის ადამიანი ისეთ პროგრამას დავწერ, ხაზარაძეს შური დღამე რომ არ დაეძინოს. მაგალითად ვიტყვი რომ პენსია გახდება 3000 ლარი, რომ აიგრძალება სიკვდილიანობა, რომ სახელმწიფო ყველას უფასოდ ჩაუსვამს ოქროს კბილებს, რომ ბენზინი წყალზე იაფი იქნება და ყველა სახლში ონკანიდან ქინძმარაული იჩუხჩუხებს. ანუ ასეთ ბოდვა პროგრამას კი დავწერ, აი შესრულება მკითხე. იმას ვამბობ, რომ გეგმაც ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ მეტნაკლებად აზრიანი ადამიანი მიხვდეს ის შესრულებადია თუ სიაფანდობაა. მახსოვს ჭიჭევაშაძე რომ გვირდებოდა როგორც კი პრემიერ-მინისტრი გავხდები, ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოში, მთელ მსოფლიოს მოვივლი და ყველა უცხო სახელმწიფოს მეთაურს ვემათხოვრებიო.
მომავალი პრემიერ-მინისტრის სავარძლის მაძილებელი ასეთ სისულელეს რომ დაგპირდება, ხომ ეტყვი კი, მაგრამ საზღვარგარეთ წამწალი მეც მიყვარს და მაშინ შენ რატომ უნდა აგირჩიო? გამახსენდა მუხრან მაჭავარიანის სტრიქონი ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-თან ალოდინეს და მე-15 კაცად შევიდა. სად ორბელიანი და სად ჭიჭი, არა, მაგრამ ეს ისე ვთქვი, სახალისოდ. წარმოვიდგინე უცებ ლუი მე-14 მდივანს ეკითხება, ვინმე მელოდება კიდე? კი ბატონო, ჭიჭე ვაშაძე. აუ, ეს ისევ აქ არის, უთხარი რომ აღარ ვარ. ძალიან უნიათო და ერთობ გამოშტერებული ოპოზიცია გვყავს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.